გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს ორშაბათს უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. 34 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილიდან, უпроსტად 31 მარტიდან, სადაც საქართველოში გაიმართა უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, უნდა აღსდგეს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი იყო საბოლოო, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა სოხუმის და ცხინვალის ჩათვლით, ხოლო 9 აპრილს უკვე 5 აპრილის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული. 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, ის 86 წლის გახდებოდა. ბუნებრივია ჩვენ ტელერადიო კომპანია ობიექტივი ამ თარიღს გვერდს ვერ აუვლიდით, ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ობიექტივის ინტერაქტივში დავსვათ შეკითხვა. Როგორ გაიხსენებთ საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ალბათ ზარები ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებისა, რომლებიც თავად იყვნენ მონაწილე ამ პროცესებისა და ამ პერიოდისა. პირადად მე 1989 წელს დავიბადე, შესაბამისად ბუნებრივია ბევრი არაფერი მახსოვს აღნიშნული პროცესებისა, ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ უმცროსი თაობის წარმომადგენლები, თქვენგან უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, თქვენ შეფასებებს, თქვენს მოგონებებს ამ მნიშვნელოვან თარიღთან და მნიშვნელოვან პერიოდთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას შეეწირნენ და მარადიული ხსოვნა ვისურვოთ მათთვის, აგრეთვე ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახს მივულოცოთ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია 31 მარტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ერთიანობა, საქართველოს მთლიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ღერძი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და რეფერენდუმის შედეგებმა ეს ცხადყო. მოგესალმებით, ეთერში ხართ. გამარჯობა, თუ შეიძლება ისაუბრეთ? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, აი მარადიულმა პრობლემამ იჩინა პირველივე ზარში თავი. ტელევიზორის ხმა გამოურთეთ და დაიწყეთ. კარგი, თქვენ მშვიდობებით ზარის ავტორს ძალიან მწუხვარა ესეთ უხერხულობას რომ ვქმნით ეთერში. მარადიული თხოვნა ჩვენი ყველა გადაცემაში რომ როდესაც ტელევიზიით გვიკავშირდებით, მაშინ უნდა გამოურთოთ აბსოლუტურად ბოლომდე ხმა ტელევიზორს ან რადიო მიმღებს. ზარია კვლავ ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ გაიხსენებთ საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს? ძალიან ცუდად გავიხსენებთ, ძალიან ცუდად. დიახ. მოვიდა კანონიერი პრეზიდენტი, ხალხი, ნამდვილი ერისკაცი. მაგრამ როგორც ახლა არიან მოღალატეები, მაშინაც ისეთი მოღალატეები იყვნენ შვილო და მოაკვლევიეს რუსეთმა, მოაკვლევია ქართველებს პირველი პრეზიდენტი. დიახ. აი ქალბატონო გაჭირება გავიარეთ ვინც 9 აპრილის მან ვიდექი 87 წლისა ვარ არ დაგავიწყდე შვილო დიდი გაჭირების მომსწრევად ქალბატონო შეკითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება ისტორიული მოვლენები ყველას მეტნაკლებად გვახსოვს, მაგრამ მე მაინტერესებს აი როგორი იყო იმ პერიოდში ყოველდღიური ცხოვრება ადამიანების, ვიცით რომ საშინელი იყო, საშინელი. რაც მოკლედ აი როდიანოვმა ისეთი დღეაცია საქართველოს, ისეთი დღეაცია. ჩემ წინ რამოდენიმე დაიხოთ, აი ფეხწინე ჭიპაშვილი ძალიან ცუდი ცხოვრება ჰქონა. საჭმელი არ აქვს, სარცმელი არ აქვს, წყალი არ აქვს, არაფერი არ აქვს. გააჭირებული ვიყარ, დავრბობდით წყლებზე, ცისტერნებით მოხონა კორპუსის წინ წყალი, რომ ხალხს ეღოს ვედრებით.
პური ჩვენ არა ვქონა ბევრი ტოლვილი ყავდა ჩავდიოდით 5 საათს პურის რიგში ვიდექით მოკლედ რა ერთი მოვიგონო შვილო განწარებული ვარ და ნუ ღაი ეცემს ეს წულუკიანი ნუ ღას რუსეთის ისკვილზე წყალს კეთილი წულუკიანის თემა ახლა დღეს არ გვაქვს მოდით გადავიტანოთ ეს საკითხი და საგამოძიებო კომისია სხვა დროისთვის 5-5-7-88 55-88 დღეს 31 მარტია 34 წელი გავიდა საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდიდან როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ სოხუმში და ცხინვალშიც დანარჩენ საქართველოსთან ერთად გაიმართა ეს რეფერენდუმი და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენი მოსახლეობისა თქვა რომ ის მხარს უჭერს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას დღეს აგრეთვე 86 წლის გახდებოდა სვიად გამსახურდია ქვეყნის პირველი პრეზიდენტი როგორია თქვენი მოგონებები როგორ შეაფასებთ 34 წლის შემდეგ ამ ისტორიულ თარიღს ძალიან მაინტერესებს განსაკუთრებით უფროსი თაობის ჩვენი მაყურებლების და რადიომსმენელების მოგონებები, შეფასებები გნებავთ სათქმელი განსაკუთრებით დიდი დროის გასვლის შემდეგ უფრო ადვილია ხოლმე როდესაც ეს ცივი გონება უკვე ადამიანისთვის უფრო მეტად არის ცივი გონებით განსჭა შესაძლებელი, აი მაშინ უფრო მნიშვნელოვანია შეფასება. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? ობიექტივი გისმენთ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობა სიტყვა მეტეორდება ხელმეორედ შეიძლება გისმენთ ქალბატონო განაგრძეთ თუ შეიძლება არის მის სამწუხაროდ 5-5-7-88-55-88 მე გთხოვთ რომ ერთხელ დარეკოთ მე მგონი ქალბატონმა იკითხა რომ ხელმეორედ რომ შემოვიდე შეიძლებაო და ახლა უნდა გეთქვათ მე მგონი თქვენი სათქმელი უმჯობესი იქნებოდა მორიგი ზარია გისმენთ თქვენ ეთერში ხართ შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი ალო გისმენთ ეთერში ხართ არის მის ძალიან მწუხვარ თქვენი სიტყვების გარჩევას ვერ ვახერხებთ იქნებ ხელახლა შემოგვეხმიანოთ 5-5-7-88-55-88 ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 ტელევიზიით კი მთელ საქართველოში მორიგი ზარია გისმენთ გამარჯობა შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ ახლა ჩვენი მაყურებელი თუ რადიომსმენელი ისმის ახლა? ისმის თქვენი ხმა, დიახ. ისა ჩვენი ცხოვრების და როგორ ცხოვრობთ ახლა იმის მიწით შევაფასოთ თუ იცევაფასოთ რა მოგცემ როგორი ცხოვრება მოგვიტანა უკეთესი ერთადერთი გულწრფელი მათ იყო ზვიად გამსახურდია რომელმაც არ იცოდა რუსეთის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს არცეგობდა რუსეთით რომ მიხვდა გამსახურდიამ ამერიკელებმა მოკლეს დანარჩენი გავეცეს გიჟებს აი გარემოსვა კოსტავა ვინც უნდა იმან გავან გიჟები აი ასეთ შედეგები ასეთი იქნება დადიმის გაგებით გარკვევით განყოლაფრით უნდა შეაფასო ყველა ვითარება და ისე ააგო შენი ქვეყნის ყველაფერი ასე ხელით აკრით რომ დაანგრევ ყველაფერი აგერ როგორ ცხოვრობთ გადაშენების პირათა საქართველოს უმცირესობაში მოხდება მანე ქართველი და შეიძლება არაბმა თურქმა ჩინელმა გაიმარჯვოს და გახდეს პრეზიდენტის კონკრეტულად რა ხდება როგორი ამის მიხედვით თუ შევაფასებთ დაიქცა საქართველოს მადლობა გასაგებია თქვენი სათქმელი 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილს იქნა მიღებული დამოუკიდებლობის აქტი და ამის შემდეგ უკვე დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ისტორია რა იქნება თქვენი სათქმელი რა იქნება თქვენი მოგონება შეფასება ღია ეს ეთერი თქვენთვის ჩვენი მაყურებლებისთვის და რადიომსმენელებისთვის და დიდი ყურადღებით მოგისმენთ მე როგორც უმცროსი თაობის წარმომადგენელი რომელიც პირადად არ შევსწრები ვარ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ვიყავი
ალბათ 2 წლის ან 3 წლის აი ამ პერიოდში. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით. უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლობის ვიბრძოდით, რომ არც ერთ სახელმწიფოზე დამოუკიდებელი არ ყოფილიყოს და არც ერთ სახელმწიფო ჩვენი მგზავრობელი არ უნდა ყოფილიყო. როგორ ვიყავით დამოუკიდებლები, როცა ევროპიდან ფინანსებიან, ევროპის პროდუქტი და პროდუქცია შემოჭდა იმას, რომ პროდუქცია ასაგერ. რაღაც მიხატებე დამოუკიდებლობა. სიტყვა დამოუკიდებლობას რა აზრია? უნდა ქვეყანა თუ არის დამოუკიდებელი, არ უნდა იყოს გადაწყვეტილების იმედზე, რომ ის გამოფიტავნის პირიქით ჩახედან წავიდა მუშაკელი და ევროპის ქვეყნებს ამდიდრებენ. იქაურ ბიუჯეტს ეხმაურებიან და ჩვენი დამოუკიდებლობა არაში გამოიხატება, აი არაში გამოიხატება, ეს დამოუკიდებლობა არის ასეთი. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. რაში გამოიხატება დამოუკიდებლობა არ მესმისო, ამბობდა ქალბატონი, როდესაც მისი თქმით ვართ დამოუკიდებული სხვა ქვეყნებზე. ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ არ უნდა ვიყოთ არც ერთ სხვა ქვეყანაზე დამოუკიდებული. ეს შეურაცხყოფს იმ გმირებს, ვინც მოგვიტანა ჩვენ დამოუკიდებლობა. გნებავთ 89 წელს და შემდეგ პერიოდში, ვინც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღებად ამ ქვეყნის. სარია ეთერში ნომერზე 557 88 55 88. სვამთ ძალიან მარტივ შეკითხვას. როგორ გაიხსენებთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს საქართველოს უახლესი ისტორიიდან? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ილეშვილო, ჩემოშვილო. მოგესალმებით. გავიხსენებ ძალიან ცუდად. იმიტომ გავიხსენებ ცუდად, რომ ჩვენმა თაობამ არაჩესდა ჩვენი თაობა, რომ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. გამოსულიყო გუბერნაიდან და ის იბრძოდა, რომ კოლონიაში შესულიყო და დღეს ახალგაზრდობა რომ ვერც ტვინავს მიკროდგანა გარეთ. და ჩვენო დამოუკიდებლები ვართო. ვეკითხები მათ, რანაირად ვართ დამოუკიდებლები ვართ? ეს ერთი. მეორე კიდე მინდა ვქვა თავრობის გასაგონად. ჩვენმა თაობამ მოიყვანა დღემდე ეგენი. რამდენი თავრობა შეიცვალა, რომ ჭამენ, ცხოვრობენ, კარგად არიან და მაშლებიან პენსიონერს 350 ლარსო გიგდებენ 70 ლამდე თუნდე კარგი პენსია გქონია. მინდა მათ უნდა უთხრა, თქვენ იცხოვრეთ ამ პენსიაზე, თქვენ იცხოვრეთ და კარგად იქნებით თქვენ ჩვენთან ერთად. სიცხილი თქვენ, რომ არაფერი გადიკეთებიათ იმ პერიოდში. ასეთი ცხოვრება მოგივიდათ და პენსიონერები რომ გძურთ და პენსიონერებს აშიმჩინებთ. თქვენ არა ხართ დღისელი მასკამებითა და არ წასული მთავრობა რომ იბრძვის მოსასვლად. უღირსები ხართ, უღირსები. მადლობა მოსმენისთვის. მადლობა ქალბატონო თქვენი აი ამ ემოციური შეფასებისთვის. მაინც უფრო მეტად ვისურვებდი, რომ 1999 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ირგვლივ ამ მოვლენების ირგვლივ, რაც მანამდე ან შემდეგ იყო საქართველოს ისტორიაში, ამაზე გავაკეთოთ ჩვენი შეფასება. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, ლილია. გამარჯობა. მოგესალმები გენაცვალე სიყვარულით, რა თქმა უნდა. აგრეთვე მიიღეთ სიყვარული და პატივისცემა. ასია ჩემო კარგო და ერთმანეთირო გვიყვარდეს საერთოდ საქართველოში ერთმანეთი, რომ დავაფასოთ ერთმანეთი. ხო, ეხლა რა შეეხება იმას, მაგის თქმა არ შეიძლება ჩემო კარგო, იცით რატო? ჩვენ საბრძოლი არაფერი ქონდა, ჩვენ ვიყავით ბედნიერი ხალხი და თუ კავშირში ვიყავით, იმ კავშირში ჩვენ დაცულებიც ვიყავით. და მე ძალიან გულისწყდება დღეს, რომ ზუსტად ისევ პათოსით რო ლაპარაკობს ადამიანი, ის ადამიანი ნამდვილად აღარ არის ადამიანი, რომ დღევანდელ მოსახლეობას ვეღარ უყურებს იმ თვალით, როგორიც იყო ის ბედნიერი იმ წლებში ზუსტად და როგორ გააკეთეს ეს ხალხი, როგორ აიყოლიეს, რანაირად გაუბედურდა. აი ქალბატონო, ჩვენ კარგად ვიცით,
რომ ზუსტად დასავლეთის კარნახი იყო ეს. აი მაინტერესებს თქვენ თუ მიიღეთ რეფერენდუმში მონაწილეობა, როგორი იყო? დამოუკიდებლობა კი მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არც ხმა მიმიცია და არც ვიყავი ესეთი აჟიტირებული ეროვნული, ეგრეთ წოდებული ეროვნული მოგზაურობის დროსა, მოძრაობის დროს. დიახ, ბოდიში დგენაცვალე რომ ჩემი აზრი გამოვხატე. კეთილი თქვენი აზრია. მესმის დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ 5-5-7-88-95-88 დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა ის 86 წლის გახდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა უკანასკნელი რეფერენდუმი რომელშიც მონაწილეობა მიიღო სოხუმმაც და ცხინვალმაც. მორიგი ზარია ეთერში, ობიექტივი გისმენთ. მოგესალმებით, ფასონოილია. მოგესალმებით. აი ასე სტატუს, ასე ეთქუშტად შეკვდა. ერთ აზრზე პომა, ქიზება საქართველოს მოსახლეობა. სულიად დიახ. რომ შევიდა სოფიერება. შევიდა ბეტანა. დიახ. თქვენ როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს? გაითიშა ზარი 5-5-7-88-95-88 მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ცოტა ვისაუბრო განსაკუთრებით დღევანდელ ეთერში, იმიტომ რომ პირადად მე არ მაქვს ბევრი არაფერი სათქმელი, გარდა შეფასებებისა, რაც ისტორიიდან ვიცი, იმიტომ რომ თავად მე არ შევსწრები ვარ ამ მოვლენებს და ჯობს იმ პიროვნებებმა ისაუბრონ, უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ვინც თავად შეესწრო ამ რეფერენდუმსაც მონაწილეობაც მიიღო, გინდა 9 აპრილის აქციებში მონაწილეობდა თუ სხვებმაც აგრეთვე ნებისმიერმა მსურველმა. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. რამაინტერესებს ეს კარგი ეს ნაცვალმოძიებას ლუასამასერენ მაგრამ ინდა გიჩა ყველა ვისახლა გიტაშიდება გამსახურდია განადგურება ჩამოაგდო იმი გასამართლე როდის იქნება ეს მაინტერესებს საერთოდ არავის ოპოზიციურ პარტიას არავის არაფერი ეხებეკია პრეზიდენტი მოკლეს მიტოჩიტი იყო თუ ჩამეიყვანებენ აი გუგუშვილი რომ არის კიესი რომ არის ეს არის და იმენ საკითხავენ მაშინ დევიგერებს რომ არსებობს გამოძიება მე არაფერს დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გეთანხმებით იმაში, რომ ყველა ისტორიული ფრაგმენტი საქართველოს ისტორიიდან უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული და შესაბამისი სამართლიანი დასკვნები დადებული, გამოქვეყნებული. არ შეიძლება ის რომ ყველაფერი მივაყურადოთ და ეხლა ვთქვათ ქართულ ოცნებას დასჭირდა და რაღაც პროცესი წამოიწყო თითქოს მაგრამ არ ახსოვდა ის რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი ტელევიზია მაგალითად მთელი რამდენიმე წლის განმავლობაში 12 წლის განმავლობაში გნებავთ ვიბრძოდით რომ ეს მომხდარიყო ოღონდ ობიექტურად და სამართლიანად გაკეთებულიყო რეზოლუციები შედიოდა და მთელი შრომა დაიხარჯა ამისთვის არ აკეთებდნენ ახლა დასჭირდათ პოლიტიკისთვის აკეთებენ და ასე არ უნდა ხდებოდეს უნდა არსებობდეს სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან ვის მიმართაც ნდობაა საზოგადოებაში გამოიძიონ ზვიადგამსახურდია საქმეც უნდა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები საქართველოს ისტორიიდან არ შეიძლება ასე ჰაერში დატოვება ყველაფრის და აი ხვალ მომინდა და გავაკეთებ რაღაცას იმიტომ რომ ემაწყობს ამიტომ არ უნდა ხდებოდეს ისტორია უნდა დაუტოვოთ მომავალთაობას ობიექტური მორიგი ზარია გისმენთ შუადღემშვიდობისა ბატონო ილია. შუადღემშვიდობისა, გამარჯობა. კი, ვეთანხმები ჩვენ სამთავრობო მოქალაქეებს დევნამში, რომ ეს ისეთი რამეა, ვეთანხმები თავისთავად, რომ არ გამოიძიება. აი არ უნდა თეთრე რა, მოგიტევეთ უცხოეთში და ვირზე შეჯდნენ და არ გააკეთებთ. რეფერენდუმი და არგი საქმე ადრესებს. არ გაკეთდება, ნატურალურად მოხდა. ესია და მე მაშინ ამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რა თქმა უნდა, მიხარდა ის რეფერენდუმი, აფრინებული ვიყავი 9 აპრილის მერე და
რა თქმა უნდა დახარებული არის მათი მართლაერთიანი იყო და ქართველი რო იყო მithumetes ვიადის ეპოქაში კი ხარულდა იგზნობოდა ქართველი იყო ესე იყო მაგრამ ის მერე ყველაფერი უკან წავიდა წლების მერე კარგად ვიცით იქაც უყოლაფერი მომთვალეთ ცერა ქართალი იგივე ბედარიო აკაკი ასათიანი ის პაკიცემული და დინარ ხამალიანი შეადა საქმე და მინდა როუნებოდა ხარა გამოიყვანე მიდან ცხინვალიდან თენგიზი მიტაშვილიო არაჩვეულებრივი გენერალი თორე ეგ რუსის გენერალი როგორც გამოვიდა ჩიტანიზე რუსება ის რომ მოპილიყო ესაიღებდა აი ეს არის გაგინის მოაბოლებს და კარგად იყავ რა ბევრი სისტემაა რამდენიმე კაცმა არ დაგიდა არაფერი არ მჩველება ბატონო ის არაფერი ამერწუნე სადაც მე დიპატის ბატონ დავიცვათ ალბათ ფირმასთან ვაიო თარაშვილი და ელექტროსაღლია და თქვენ გვერდზე გმოხარ მაგრამ არ ჩააგდებთ თქვენ ხელისუფლებას იმიტომ ესეთი ხალხი არა ეროვნული ხალხი თავს მოიკალავთ ციხში ყოველ ვარა არ გაგიშვებთ დიდი მადლობა თქვენს არისთვის ასე მარტივადაც არ არის საქმე დასათმობად არ უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური ველი ეს უნდა ხდებოდეს ხალხის არჩევანის საფუძველზე და ადამიანებმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მთავრობაში და ვინ იქნება ოპოზიციაში და უნდა დასრულდეს ეს манипуляციები რაზეც თქვენ ამბობთ ხომ აი ყველაფერს გააკეთებენ ოღონდ თქვენ არ გაგახარებენო მორიგი ზარია ეთერში გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ტელევიზორის ხმა გამორთეთ დიახ ანუ გამარჯობა მოგესალმებით ტელევიზორის ხმა გამორთეთ პირველ რიგში და ამის შემდეგ დაიწყეთ საუბარი. გთხოვთ ძალიან. გერაჩელი კი. რა გერაჩელი თითი. ერთი სადამ თოყანაზე. გესმით გყურებათ. გვესმის თქვენი ხმა მოგესალმეთ კიდევაც რამდენჯერმე როგორ არ გვესმის ისმის. ხო. ერთი სადამ თოყანაზე არის სამშობ რაშიდი. გამიგეთ. ხოდა აგან ეს ხალხი რომელიც ჩანდა ინა ამ თემების მომხრე არის ეგარი ჭვაზია დიახ ჩემი უნდა ფერზე დადგეს ჩემი დიდი მადლობა თქვენს არისთვის გასაგებია თქვენი მოსაზრება სხვათა შორის ობიექტივის ერთგულმა მაყურებლებმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და როდესაც ეთერში რეკავენ, მაშინ ტელევიზორის ხმა ყოველთვის გამორთულია. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ახალი მაყურებლები ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან ან რადიო მსმენელები და აი მათ უნდა ჭირდებათ ხოლმე ეს შეხსენება მუდმივად. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, დიდი პატივისცემით, რომ ეთერში როდესაც გვიკავშირდებით და გამოვა ზარი აღნიშნულ ნომერზე, რაც ეკრანზეა მითითებული, მაშინვე სასწრაფოდ გამოურთეთ ტელევიზორს ხმა ბოლომდე. საკმარისი არ არის რომ მოშორდეთ ან დაბალ ხმაზე დაუწიოთ ეს მაინც ხარვეს შექმნის ამიტომ ხმა გამორთეთ რამდენიმე წუთით სხვა შემთხვევაში იქნება ხარვეზები ბრუნდება ეს ხმა უკან და ქმნის ძალიან დიდ დაბრკოლებებს მორიგი ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა გისმენთ გამარჯობა გილოცავთ საქართველოს დიდი მადლობა მეცნიდა ჩემი აზრი გამოვხატო დიახ ძალიან კარგია დამოუკიდებლობა ადრე რამოდენიმე რესპუბლიკა იყო გაერთიანებული და CSSR-ს ეყავს ცნობილი დიახ კარგია ქართველებმა მოიგო დამოუკიდებლობა ქართველი ქვია გაგვისნო მსოფლიო მაგრამ ძალიან ბევრი უარყოფითი ციგოვიდა ამან ადარა ერი ვართ და სხვათა შორის აი თუ გინდა ლენის გამომცხადებელი ვინც გამოაცხადა დამოუკიდებლობა ის დევნაში მოკლეს ხო დიახ ის შემდეგ არ გამოუძიებია ეს ვინ მოკლავდა ქართულმა მოკლა ალბათ ხო აბა ვინ მოკლავდა არ გამოუძიებია ბოლომდე არ მიიღო ახლა ერთმანეთის დაუფასებლობა ერთმანეთის გულდანობა ალბათ დღესაც ასე მის ახლა ისევე რუსეთში მიგვეკაჩებია რუსეთს კარგი იყო და ისე რატო გამოგვიყვანენ მაშინ ხომ გაქვს რუსეთთან ახლა კიდე რუსეთში მივყავართ ხოდა ერთი სიტყვით ასე ერთმანეთს არ აგვერდით გომით და ერთმანეთი ვიღაცა შეგვჭავს ვიღაცა გადახრებას პატარა ერი ვარ და ერი თანათან დადგდება დიდი მადლობა დამოუკიდებლობას რაჯობია დამოუკიდებლობა კარგია და ქართველი ქვია მაგრამ
ყავს პატრონი გამზრდელი ვინც იყო კარგი დევნიან და მისდევენ და ეხლა ისეთები არიან. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა დადებითად უპასუხა შეკითხვას თანახმახართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. შედეგები გახდა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი და ეს გახლდათ ბოლო რეფერენდუმი რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სოხუმის და ცხინვალის მოსახლეობამაც 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შედეგები 9 აპრილს კი დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული 86 წლის გახდებოდა დღეს აგრეთვე ამ პროცესების მოვლენების მთავარი გმირი ზვიად გამსახურდია მოგესალმებით გისმენთ ალო გამარჯობა გამარჯობა გისმენთ ცხოვრებაში ეს იყო უქროთანა როგორი რა იყო თქვენ ცხოვრებაში? ოქროს ხანა. ოქროს ხანა. იმ მონორის სახელმწიფო კავშირის შემდეგ მართლა ჩამოდენებული ქონდა აგროვება. და ამ დროს ყველაფერი, აი ფაქტობრივად აი მონორის ფსიქოლოგიიდან გამოვიდა. აი ესეთი მამულისები როგორიც იყვნენ ლერაბი, როგორიც იყვნენ ზიადი, მეფანათო ჩამწეს მათი ფულები. მართლა ქვეყნის თავგადადებანი და მართლა ამაზე მოფიქრული ფაქტი იყო. და მათ ყველაფერი გააკეთეს, არებინ მოსეგება. ქართული ხალხის დააკეთეს ეს ყველაფერი. და ხომეთური მათ აქტის აღდგენის დროს მაგას არ უთხია არ არის რომ დამოუკიდებლებია. და დამოუკიდებლობის იბრძვით. აი ხალხი აკეთებს არ თვითონ არ უთხია. ეს ზოგადად დამოუკიდებლებია. დამოუკიდებლობისათვის იბრძვით ეკასნა თქო. ეს თორება მაშინ ეს უცხოდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო დიდი ღალატი. Trebuie garșimul Daniel Dovi că da peri damocile era itame. Nu poate gomereu mai trebuie să afhade da schimbali mat aici mai chiar. Ce ni așa nu vreau să parșiani este pa, trebuie să ne referi, da? Nu că și că trebuie că da să găbie, mai că trebuie nu aici, uite că am dar mă să trebuie era damocile. Poate damocile de varare. Damocile joga, mai că de cum este să mă mândrie, nu trebuie să ne conde carabariu certo da via, la para che c'era. Istiero mi hanno risposto alla Evropamida. In Europa da Evropa თანაბარი. მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. სამწუხაროდ თლად კარგად არის მოდა თქვენი საუბარი. იცით რომ შეფერხება გვაქვს ჩვენ იმ კუთხით რომ ნომერი 2388 გამოგვირთეს. აღარ მოუყვები რა მიზეს ეს დავალიანებასთან არის დიდ დავალიანებასთან დაკავშირებული როგორც უკვე ირკვევა და ამიტომ დროებით კვლავ ვაბრუნებთ ნომერს 557 და აქ ვიღებთ ზარებს და ეს იწვევს მცირედ ასეთ ხარვეზებს რომ ბოლომდე ხმა კარგად არის მის იმედია გადავიხდით ამ დავალიანებას დროულად და აღვადგენთ იმ ძველ და ხარისხიან ნომერს ამიტომ ბოდის გიხდით შეფერხებისთვის მორიგი ზარია გისმენთ გაითიშა ძალიან მწუხვარ 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია საუბრობთ რეფერენდუმის დღეზე დღეს 31 მარტია და ობიექტივი ბუნებრივია ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველოს ისტორიიდან გვერდს არაუვლიდა ამიტომ თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს გთხოვთ შეფასებებს თქვენს მოგონებებს ამ პერიოდთან დაკავშირებით ჩვენი ისტორიისა მე ვიმეორებ რომ მაშინ 2-3 წლის ვიქნებოდი პირადად არაფერი არ მახსოვს ისტორიული მოვლენებიდან, ამიტომ თქვენ თუ მოგვიყვებით ამას უფროსი თაობის წარმომადგენლები, თქვენს სატკივარს, თქვენს სათქმელს თუ გაგვიზიარებთ, რაც მაშინ გქონდათ, ძალიან კარგი იქნება. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ილია ბატონო. თქვენ ტელევიზიაში რო გამოდიან? დიახ. პოლიტიკის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობენ. ფილოსოფია და პოლიტიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფილოსოფოსებენ, როგორ შეიძლება კაცო ილაპარაკონ იმაზე, რომ როგორ მოვაწყოთ სახელმწიფო, როგორ გავაკეთოთ, ვისკენ წავიდეთ, ჩინეთისკენ, რუსეთისკენ,
თქვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ვიღაცასთან გვერდზე უნდა დავდგეთ. დამოუკიდებლობა კარგია, აუცილებელია, მაგრამ ვიღაცის გვერდზე უნდა ვიყოთ. ეხლა მომეწონა რომ გაზარდეს ჩინეთისკენ სიარული. კეთილი, აი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თუ მიიღეთ რეფერენდუმში მონაწილეობა, რამდენი წლის იყავით საერთოდ მაშინ და როგორ მოიგონებთ ამ პერიოდს საქართველოს ისტორიის? ეხლა რეფერენდუმი ეს სხვა რაღაცა არის. აი ეს თემა გვაქვს და მოდით ამაზე გვესაუბრეთ. ხალხმა როცა გადავხედავთ ჩვენ წარსულს საბჭოთა დროს რომ საქართველოს იყო ამ პერიოდში არასდროს არ ყოფილა. ხო, როგორც ჩანს თქვენ კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი დარჩით ბოლომდე, ხო? და არ მიგიღიათ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს. ამას ხო უნდა უბრალოდ დაფასება უნდა გასვოდა. ანუ თქვენ კომუნისტი დარჩით ბოლომდე 91 წლის შემდეგაც? შემოვიღეთ. ამაზე უკეთესი არაფერი არ იქნება. კეთილი, გასაგებია, დიდი მადლობა და აგვარი და პასუხებს არიდა თავი ბატონმა, არადა ძალიან გულუბრყვილო და მარტივი შეკითხვები დაუსვი თავიდან, მაგრამ როდესაც ვნახე ეს მუდმივი არიდება, რაღაც ეჭვები მეც გამიჩნდა. არა უშავს თქვენი არჩევანია, თქვენი გზაა, მე რა უნდა გითხრათ. 557 88 55 88 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია და მორიგი ზარი მივიღოთ. გისმენთ? გისმენთ. ეთერში ხართ, გისმენთ? 9 აპრილში ვიყავი მე იქ 88 წელი თავარი ხარ მე. დიახ. გესმით? მესმის, დიახ. ხო. როცა თელი დაწყებიდან იქ ვიყავი და რომ გამოვედი იქიდან და გავარებულია რაღაცა ხმა. მე მესმის, ეთერში კარგად ისმის, არ მიაქციოთ ყურადღება, ისაუბრეთ. კარგი. მეგობართან წავალ პატარა წავიხემსე და უკან დავბრუნდი. დიახ. ახალგაზრდა ბიჭი დაახლოებით ესე უზბეკი იყო თუ იქ შუა აზიიდან იყო. დამიძახად მითხრა ჯაზია ნიზახაძი მოვლება. მე უთხარი რატო მექიდა? სამ ვაინა ბუჯით, ვაინა. მე უთხარი ჩორტონები ხიჭაი. ჩავიქნი ხელი. ბოლომდე ვიყავი ახლა. იცი რა, ზვიადის უპატრონო იყო მეტოებული. თითქმის მიუხედავად იმისა, რომ ამდენმა ხალხმა მისახმა მაინც უპატრონოს არის გამოვიდა ვიცოდი. აი ეს როგორ გიცხა დანაშენ. ვერ დაიცვა ხალხმა? ვერ დაიცვა ბოლომდე? ანუ ვერ დაიცვა ისიც თვითონ ამ საკითხში მომზადებული არ იყო. კი, ხავდა გვერდზე ერთი ორი კაცი, მაგრამ დანარჩენი ხავდა შპიონები. ერთი ორი კაცი თუ იყო ნორმალური, დანარჩენი სულ ერთმანეთს დაგებიდან მივიგონილი, შევარდანდა მივიგონილი და როსაიდან მივიგონილი ხალხი. მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ. დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობთ 31 მარტზე ამ დღის მნიშვნელობაზე და თქვენს შეფასებებსა თუ მოგონებებზე ამ დღესთან დაკავშირებით 557 88 55 88 ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი და მივიღოთ მორიგი ზარი. გამარჯობა, გისმენთ? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა? გამარჯობა. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ, გთხოვთ. იგინაჩელი, ილია. დიახ. მე კიდევაც მივეცი ხმა რეფერენდუმშიც მიღე მონაწილეობა. დიახ. ძალიანაც აქტიური ეროვნული მოძრაობის წევრი გახდი. დიახ. მე ეროვნული მოძრაობიდან ველოდი რომ დაკარგული საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებას ნახევარი საქართველო არის თურქეთში. მის საზღვრებშია ჩვენი პრობლემური სახელმწიფოს ნაწილები. გეთანხმებით. მე ვისურვებდი, მე ეს სული მქონდა რომ როგორც გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა მაქსიმუმ 10 წელიწადში ქვეყანათ აქცია,
აი ამისთანა ხელმძღვანელობას ვისურვებდი საქართველოში. მე მადლობელი ვარ, ღმერთმა გაანათლოს ზიად გამსახურდია სული, რომ ერთი წელიწადი მაინც ვიგრძენი, რომ მე თავისუფალი ვიყავი და ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდი. ქართველი რომ ვიყავი და ქართულად ცხოვრობდი. დიახ. ღმერთმა გაგიმარჯვოს და აბა გისურვებთ ახალგაზრდებს, რომ პატარა ბავშვი ყოფილი ხარ მაშინ გინერჩველი. ხო და გისურვებთ, რომ აი ჩემი სურვილები აგესრულებინო და ქვეყნად გექციოთ. ღმერთმა გისმინოთ და ჩვენმა თაობამ უნდა შეძლოს ეს ყველა შემთხვევაში. უნდა შევძლოთ ეს. არ გვაპატიებს მომავალი თაობა ამას, რომ ყველაფერი დავკარგოთ. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ რაღაც ტერიტორიას ვკარგავთ. სულ ახლახანს კოდორი და ახალგორი გადავეცით. უფრო ადრე სოხუმი და ცხინვალი. უფრო ადრე კიდევ სულ ახლახანს გარეჯი არ გამომრჩეს ეს იყო. და სულ რაღაცის დაკარგვაში ვართ და ძალიან ცუდი დროა და ცუდი ასწლეულია საქართველოს ისტორიაში. ცუდი ეპოქაა, რომ შემატება არაფრის არ ხდება, სულ დაკლება და წართმევა და დანაკარგია. და მეც განვიცდი ამას როგორც ამ თაობის წარმომადგენელი, ახალგაზრდა თაობისაც და გნებავთ ამ მთლიანად ამ ეპოქის. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით, ერთი ორი დაძრეობდა ეგა. კომუნისტი რო იყო, კომუნისტი. იქნება არც იყო რა ვიცი. რა, მართალია, მაგრამ თქვა რომ საქართველოს ჯიჯარის სახელმწიფო კი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით საქართველოში ყველაზე მეტი მაცხოვრებლები იყო მაცხოვრებლები და სხვა აზიაში. აღარ იხარჯა. ჯირას რო გადიოდა კაცი, სახში, სამსახურში ყველა მიდიოდა მოსაპარად. დირექტორი და დაწყებული დამლაგებლამდე. მინისტრები, ცეკაძირები ყველა იბარავდა. აი ამით იყო, ცხოვრების ზონე იყო, მაგრამ ამას მისტერია ისინი. ყველა ქურდობდა. ყველა აბსოლუტურად ქურდი იყო. ეს უფრო ბოლო წლებში, ხომ ალბათ, როდესაც იშლებოდა საბჭოთა კავშირი. 70 წლიდან როდესაც ასე იყო, იმადა. ახლა შეგედე ქურდს უძახოდნენ ვის თუ იცი. ვიდრე ჯიბეში უყობდა ხელ. შეიძლება იმას მეპარა 5 მანეთი. ხოლო თვითონ იმარავდა რაიკო მძივარი 10,000-ობით. ისოიღო ნიშიარიძე დაწერა აქლემის ქურდი ნებსის ქურს ამასამარხებსო. ქურდობით იყო ყველაფერი ეს. და იმას მისტერის ახლა ის. დიდი მადლობა თქვენ. ხომ არაფერს მადლობა, გასაგებია თქვენი სათქმელი. ეს პირდაპირ ეთერია, ტელერადიო კომპანია ობიექტივს უსმენთ ან უყურებთ, რადიოში FM 105 და 1-ია. ჩვენი მაუწყებლობის სიხშირე, ხოლო ტელევიზიით მთელ საქართველოში ვრცელდება როგორც სახლის ანტენით, ასევე საკაბელოებით, ინტერნეტით მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, ჩვენ მაუწყებლობთ თანამგზავრზე, რომელიც ფარავს მთელს მსოფლიოს და ემიგრანტებისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა. სხვათა შორის ხშირად გვწერენ ჩვენი ემიგრანტები და მოკითხვა მათ. მორიგი ზარია გადაცემაში. გისმენთ? ალო? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ ქალბატონო, შეგიძლიათ დაიწყოთ. გამარჯობა, შემოგება, დიდი პატივისცემი თქვენგან. აგრეთვე მიიღეთ ჩემგან პატივისცემი. გაიხარეს შვილო და აი ხა იძახი საყარელო ილია რომ ჩვენი თავმავლობა არ გვაპატიებსო და თავმავლობას ნახეთ იმი როგორ გამოურეცხეს. ეგენითი მოიკითხავეს შემოგევლებ დაკარგულ ტერიტორიებს. და აი რაც შეეხება იმას რომ კომუნისტები ის დროს იპარავდნენ ხო? ეხლა უფრო ხომ მეც იპარავეთ შვილო. და მაშინ რაღაც სიკეთეები ხომ მაინც აქვს ხო? თავისუფლად შეიძლება წასულიყავი აი დამლაგებელს და ეს ჩვენ ავეჯიები და ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მაგრამ რა ვიცი, აბა შემოგევლე. აი მინდა გკითხოთ 31 მარტზე ქალბატონო თქვენ რამდენი წლის იყავით მაშინ და თუ გახსოვთ რა არის თქვენი სათქმელი? შემოგევლე, ეხლა მე ვარ 72 წლისა ვარ, გენაცვალე ეხლა. კი ბატონო. მაშინ ახალგაზრდა იქნებოდით. ყველაფერი გამოვიარეთ, მაგრამ აი ნახეთ ჩვენ ქართველებიც ნახეთ როგორები ვართ, რომ ჭავჭავაზე მოუკალით, გესმის? ჭავჭავაზე მოუკალით.
აი, იმიტომ რომ ყოველთვის ქართველები უღებდნენ ხოლმე მტერს კამებს, აი ხო კარგად იცით, შემოგეუღია, ხო? დიახ. აი, რა ვიცი, ღმერთმა ქნას რომ გვისმინოს, ღმერთმა და ყველაფერი სიკეთისკენ წავიდეს. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. 34 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან, რომელშიც ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა შეკითხვას, უნდა აღდგეს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ რეფერენდუმის საფუძველზე უკვე გამოცხადდა დამოუკიდებლობა საქართველოსი, შედეგები 5 აპრილს გამოცხადდა, ხოლო 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, სოხუმის და ცხინვალის ჩათვლით ბუნებრივია და მასში მიიღო მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაწილეობა და უმეტესობა რა თქმა უნდა იყო პასუხით წარმოდგენილი დიახ. ამ მოვლენების, ამ პროცესების მთავარი გმირი ზვიად გამსახურდია, დღეს იუბილარია. ის 86 წლის გახდებოდა, მარადიული ხსოვნა ჩვენს პრეზიდენტს, მარადიული ხსოვნა იმ ადამიანებს, ვინც 9 აპრილს თავი გასწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სხვათა შორის ასეთი გმირები ჩვენს ქვეყანას მომავალშიც ყავდა შემდეგ, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის სიცოცხლე დათმეს, ასე რომ მარადიული ხსოვნა ვიმეორებ ყველა გმირს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს. მერაბ კოსტავას მარადიული ხსოვნა, ეროვნული მოძრაობის ლიდერს, თვალსაჩინო და გამოჩენილ წევრს ამ მოვლენებისა აგრეთვე. ჩვენ კი დღეს ამ ეთერში ვსვამთ შეკითხვას უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, ვინც პირადად შეესწრო ამ ყველაფერს, როგორ მოიგონებთ, როგორ გაიხსენებთ და როგორ შეაფასებთ საქართველოს ისტორიის ამ უახლეს და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გაითიშა მწუხვარ 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია, რომელზე დაკავშირებად შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება. მურიგის არია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ. დიახ, დიდი მადლობა. დიახ, დაუწიეთ, ჩვენ დაგელოდებით. ძალიან გვაინტერესებს თქვენი შეფასება და მოსაზრება. როგორც კი მზად იქნებით, დაიწყეთ. გამარჯობა, თვია. გამარჯობა. და მე მაშინ აბა რეფერენდუმში ვერ მივიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ არ რაიონში ვცხოვრობდი. დიახ. მაგრამ როგორც ასეთი ძალიან რა გამოძახილია რა არის რა ამბავია. დიახ, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა და არ მიაქციოთ ყურადღება. ბოდიში. როგორც ასეთი იმ ძალიან კარგი იყო რომ თავისუფლები ყოფილიყავი, თავისუფლების ყველა იბრძვის, მაგრამ იმისთანა უბედურება მოგვიტანა მაგ რეფერენდუმის მერე რომ მაგ ვერ აიღეს ძალაუფლება ხელისუფლება ხელში. იმისთანა უბედურება გამომიარეთო წევლიდით ყველაფერს. იმისთანა რეში ვიყავი, რომ არ შეიძლება რომ ვერით გამოითქვას და რაც შეეხება კიდე კომუნისტების დროს კარგად ცხოვრობდით, შევარდნაძის დროს რომ მაგარ ყველაფერზე ხალხი თავისუფლად მიუშვა და შეიძლებოდა რომ ეკუნდნათ მოეპარნათ ვინის ქათნებში რომ წლები შეიყვანეს რომ სოფლის მეუბნის სამმართველოს რომ დაევალათ ფართობები გაეზარდათ იმის შესაბამისად როგორ რამდენ ღვინოსაც დაამზადებდნენ მე როგორ მოგდის რა გამბეორებით მესმის ამაში ხო და იმის მერე ხალხმა რაც მაგის ხელმძღვანელობის პერიოდში შევიდნენ პარტიაში ისინი იყვნენ ვაი პარტიის წევრები და არა სუფთა კომუნისტები. სუფთა კომუნისტები იყვნენ ადრე მართulis ნაგლებს ვერ გამოიწვი კოლმეურნეობის პლანებიდან
მაშინვე გტაცებდნენ ხელს და საიდან და რა knigakda რისკი. იმისგან წესრიგი იყო ყველაფერში და 3 წელშიაც უკვე კარგად მიხარებული დამკვიდრებული არის შეგადაში კორუფცია ბატონობდა მოსპოდის მაგივრად კანდატან გაიზარდა. დიდი მადლობა კორუფციაზე საუბრობდა ქალბატონი რაც იყო 1992 წლის პერიოდში და შემდეგ 5-5-7-95-58 ეს გახლავთ საეთერო ნომერი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 31 მარტზე ვსაუბრობთ ბუნებრივია დღეს. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ილია, როგორ ამბობთ? გამარჯობა, დიდი მადლობა. თავად როგორ გიკითხოთ, თავად? კარგად 67 წელში ვარ. მეთმა დიდხანს გაცოცხლოთ ჯამრთელად. ძალიან კაი პაკეტია. ზვიად გამსახურდია სული ღმერთმა გაანათლოს იმ საუფლეოში. სადაც არის, როგორც არის, მაგნაირი ხალხი ისიათია რომ კიდე ვინმე ყავდეს წენა. მე მაგალითად ესე ვიტყოდი, რომ ყველაზე კარგად რეფერენდუმი ჩაატარა ბელარუსია, ყოფილ რესპუბლიკაში. თბილისს ბევრათაშობია, სისუფთავითაც, სილამაზითაც, დელევენად ცები არა. ეს ხალხი მოიქცა ყველაზე ჭკვიანად, გამიგე? მაგრამ ზვიადა რომ ყოფილიყო ზვიადი, უფრო უკეთესად იქნებოდა, მაგრამ მოხალატეებით აყავდა სავსე, მოხალატეებით. ჯერ ჟიდაუნია რო არის, შევარდნადო. ის პოლონური წარმოშობისა. მეორე ვინ აყავდა კიდე მტერი დააკვირდეს ვასგენა რომ მოიყვანა სათავეს შევარდნადო. მესამე მარკველაშვილი რომელმაც სიზმარში არ დაელამდებოდა პრეზიდენტი გავხდარიყო და მეოთხე კიდე აგერ სალიკო სალომე ვისია ლაპარაკი კეთილი შიგნით ბოროტებით არის ილია გავსებული ხალხი ბოროტებით გუშინ ვიღაცა TikTok-ში დებს რომ ლეგალიზაციაო გაიგე ეცენი რატო არ აწვიოს საუბრობა რომ ამოიღო მე კახელი კაცი ვარ შაველი ვარ ამოიღო ვინარია ეს არის ვიღაცის ლობისტები მოდიში და უტანაზე იყოს რომ ლეგალების მაინები იყვნენ ყველა მე მაგას ძალიან კარგად ავწვო დიდი მადლობა ბოლო წინადადებები კარგად არის მოდა უბრალოდ ნაწყვეტის მოდა ალბათ ეთერში მაინც გაიგებდა დანარჩენი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი ჩვენი გადაცემის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება უკვე წუთები სწამზომი ჩაირთო ასე რომ ვისაც სულ შემოგვიერთდეს ამისთვის არის ჯერ კიდევ დრო და მივიღოთ მორიგი ზარი გამარჯობა დაიწყეთ საუბარი გისმენთ თქვენ ეთერში ხართ შეგიძლიათ დიახ მოგესალმებით მე მინდა გითხრათ დიდი ილიას სიტყვების შეგახსენოთ დიახ და თუ გამახსენებთ ვინმე პოლიტიკურ სფეროში ვინც არის მასზე უკეთესად მოაზროვნე ილიამ გითხრა რუსეთის გარეშე არ არსებობს ხსნა ქართველებისა და საქართველოსთვის და ეს ცხადზე გახდა როცა ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროპასთან მიერთება ევროპის ერთადერთი დადებითი გახლავთ გარდასულ დღეთა მწერლობა ეს იყო გოეთე ეს იყო ბაირონი ეს იყო ჰაინე და სხვანი რომლებიც მართლაც არაჩვეულებრივ წერლებად გვესახება გადარჩები არაფერი სასურველი ევროპას არ ქონია და ხალხმა რომელიც განათლებულია იმან იცის რომ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებლად დიდი მადლობა კი ქალბატონო მე გეთანხმებით რომ რუსეთთანაც საჭიროა ურთიერთობა და დიალოგი მოლაპარაკება მეზობელია ბოლოს და ბოლოს ევროპასთანაც საჭიროა ურთიერთობა და მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან განსაკუთრებით მეზობლებთან ასე რომ
თქვენს აზრებს მე გარკვეულწილად ვიზიარებ ამ ასპექტში, რა თქმა უნდა. მაგრამ არ ვიზიარებ იმას, რომ ახლა ჩვენ რუსეთს უნდა შევუერთდეთ. არა, რატომ უნდა შევუერთდეთ ვინმეს და რატომ უნდა ვიყოთ ვინმეს დაქვემდებარებაში. დიდი მადლობა თითოეულ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, ვინც გვისმენდა და გვიყურებდა. მადლობა მათ, ვინც შემოგვეხმიანა ღია ეთერში. არაერთი ზარი მივიღეთ და საინტერესო განცხადებები და შეფასებები გაკეთდა ამ 1 საათის განმავლობაში, ასე რომ მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას.